მეგობრებო, თქვენ გონიათ მე დასასვენებლად მცხელა, მაგრამ მიწის პარტობზე მოვედი. 60 ლარგის ეს საშეჩემა? ნესტაკონელი არის. ან ამ ხბოს დედა ხმოს. მე არა, შეჩემა გამორთე, ეწყალეობა ტილტი. ადგილობრივს გავესაუბროთ. მოდი, მამი. მოდი. წადი. ახალი ცხოველი გვინდოდა კიდე? სალამი ძმდები, როგორ კარგად. მეჩქარება. დავედი. სათხარ დაკარგულია. არა, თუ რა შევიდა. აი ზაფხული მოვიდა და ცოტა ჯუჯუ გავწელეთ რა. მოკლედ, კბილები მაქვს აცერივით რა, იმასო ჩამოვარტყი, რაღაცა ყობას ჩამოვარტყი იმა. შუშას ჩამოვარტყი ეს კბილები და გადარჩა ჩემი ახალი კბილები, მაგრამ რომ დავარტყი ეთყობა, შიგნიდან დასივდა და პრობლემური იყო და ნუ მაგის გამო ფიზიკურად ვერ ახერხებდი ჩაწერას. მაგრამ ეხლა მოვედი. ფოტო ჩავსვა? არა. ფოტო არ ჩავსვათ. მაგრამ ეხლა მოვედი. დღეს აჩიკომა განვიხილოთ რესტორანი კრუიზიო, ხო? ხო, ეს არის რესტორანი კრუიზისა არ იყოს. ეს კრუიზი არის წინაზე რომ ვიყავი და კანჭირო შიგნიდან რომ მიიყო, ეგ არის. და ხუინა ეგ არის. ხო არის მაშინ ბოდიში. რამე სულ ინფორმაცია არ გავავრცელო. ნელა ფეხი არ წამოკრაფი? ყველაზე პოპულარული რაც იყო იგივე. ყველაზე პოპულარული საჭმელი რესტორან კრუიზი. ეს ყოველდღიურად საჭმელი შეჩემა თუ ცეზარი უეჭველი იქნებოდა. მე არ ვიმხრობი ცხელი ქათმის ჩაყრას ცეზარში. შენ? არა, ისეც ცხელი ქათამი უნდა იყოს ცივი ქათამი. იმიტომ რომ ცეზარი არის ცივი სალათი. ეს ზევიდან ქონდა ეს? კი, რა არის, ცეშკო? ეს არის ეს არის სპეციალიზებული პლასმასი, რომელიც დადებით თვისებებს ავლენს პროდუქტის. როცა ეს პლასმასი დნება სიცხეში, ეს გამოყოფს სპეციალურად მწვანე ნივთიერებას, რომელსაც ქვია მწვანე სამყარო, ესე დაარქვ. და მადლივით, აი ესე ვთქვათ, აი ეს ხინკალი ახლა არის პლასმასიდან დამადლებული. კაი. დავიწყოთ. გაუში მწოცა ხელი შეკარგმო. აქედან არ შემიგეთოს იქო? გაიქოება. გადავდგო? ჯერს უფრო მეორე ვიპოვო იგივენაირო. ის ხო არ არის რამე. ანუ თუ მეორე ძუპ ესე იგი მოყრილი აქ და თუ არ ვიპოვო ესე იგი ჭია. ჩამბალპური. აი, просто ცხელი არის და ცხელი არის? ცხელი რატოა ბიჭო? ეხლა რანაირად 1 საათში. რა მშობაკ ის ქათა მეტყობა სიმხურვალე შიგნით აქ და ყველაფერი გაათბო. აი ქართულ ცეზრებში 10-დან 7 რა. ქათამი არის სხვებიდან განსხვავებით ბევრი დევს. სალათის ფურცელი არის გამოყენებული კიდე კაი და აისბერგი არის და ეს კიდე სიცხეს ცოტა უძლებს რა, სალათის ფურცელი ეგრევე დნება. პარმეჯანოც მოყრილი აქვს, ვერ გეტყვიო ცოტა რაოდენობით აქვს და არის დაფარვითი რაოდენობა. კაი, просто ქათამი ის არის, მშრალია რა. ბევრად ცველი შეიძლება და ყოფილიყო. მშრალია, ხო, ბილი ექსტრა. თვათ მალმოსანა. კაი, ძალიან გადავდო. ეფრუ შეჩება. სანამ კბილი ქონდა დასებული რა შეჭამ. სავდი. ესე, აქედან. არა, მართლა, საჭმელს იდობდი სითხეთ? მაწონში ჩავალბობდი პულსა. ხო, კარგად ჩაბებოდა, აქ გადავაგდებდი. კბილებზე რა მოდი. ათასნაირი მეთოდი იყო. კოკო სავდი როგორ იცი რომ ხორხთან ვიდებდი საწრუფს, აი აქამდე. აქ რო არ გაევლო სიცივეს და ეგრევე ხორხია ტყუგ წავდი. ცოტა ცუდი სიტყვა არის ხორხიდან წავდი, მაგრამ აბა ბებოს ხაჭაპური არ გაიზრე თორე გამოგჭრი ხელი. აჩქო, რამდენჯერ უნდა გითხრა, საჭმელში მთავარი ვიზუალური მხარე არ არის.
იმდენი ყველიც არა აქ რომ გაიყოს, ანუ ეწებება ერთმანეთს, ორი ცომი ეწებება ერთმანეთს, შეჭმა. მაგრამ მათემატიკური სიზუსტით არის ყველი ჩადებული. ანუ ყველა ფიზიკის კანონი არის დაცული ამაში, რომ ანუ აი პინცეტი ლანცეტით არის ნამუშევარი, აქ არ ამგონია რომ ყველი დაყრილი იყოს. აქ არის აი ჯერ დანადგარია ძვირიანი ძალიან. მაგრამ გეტყვი ნიმერული ხაჭაპური როგორი გინდაო? და ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია. ეს ახალ მდგომარეობაში ცხელი ყველი ძალიან კაი იქნებოდა და თხელი იქნებოდა. ეს თუ იმერული გამოიძახე, იმერული ხაჭაპური ეს არის. ერთ-ერთი ეს არის. კი ბატონო. ანუ მეგრული ხონდათ, მაგრამ ეს პოპულარული ეს იყო რა. აღიდა? ოდავა. კაი, ეს ყველიანი 32 ეღირებოდა. შენ ყველის გარშე შეუკვეთ, ა? ყველის გარშე შეუკვეთ, თო ყველ. აი, ცუდი არ არის რა. შეიჭმევა. აუ, ბოლოს წამეჩქობა. ეს არის ხინკალი. ხოთი შორის ძალიან იშვიათია, მაგრამ ილია რაოდენობით გამოიძახო, რამდენიც გინდა რა. აი, ორი ხინკალი თუ გინდა გამოიძახო. იმიტომ რომ 4 ლარი გახდა ხინკალის შეჭემა და უკვე ისე არის რომ რჩება კიდევაც და 290-ია ფასდაკლება ეთყობა. ჩვეულებრივი რესტორნის ხინკალია პრიალა ცომით, ასაც მე ვერ ვიტან. ხორი გზნობა ძალიან. წვენი აქ, ხორცი კაი, მაგრამ ხორი ძალიან გზნობა, მოდი ვაგასინჯე. აი ხორცის გემო აქვს რა და ხორცის გემო აქვს ღორი რომ მეტია ხომე, ან ქონი რომ მეტია ღორისა. ხო მივხვდი? ცხიმი აქ ეთყობა ბევრი გარეული ეს წვენი და მე მაგრამ ყველა ჭამე ჰენი კარგიც. ღორის გემო აქვს მეთქი რა. ხინკლის გემო არ აქვს. აი გემრიელი ხორცის გემო არ აქვს. ინტენსიური გემო მოდის ღორის ხორცისა. სო, წერტილი, ხინკალი ეგ არ არის. ბაკა. 10-დან 3. 5. 3-ისთვის სოდო არის. იმიტომ რომ წვანელები და რაღაცები კარგად აქვს. მაგრამ სხვა რესტორნებს თუ შეადარებ, აი ესეთ რესტორნებს იმენა ხინკალში. ბევრ ჯობია. იმიტომ რომ შენარჩუნებული აქვს ხინკლის. რას თავი მახსოვს? არის აი ბელიაშვილზე არ გაუცურია, ვიცი? რამდენი წელი, ანუ რამდენი როდის არის? აპირებდნენ გაცურას თუ ერა. ეს ბეტონებზე ყოფილა, ხო იცი? როდის გაიხსნა ნეტა საინტერესო არის რა. ერთხელ სტაფმაც ეცადა რომ ესენი გამოანგრიეს და გამოყეს ნიჩბები. რამდენჯერმე დადო ვერ გავიწე ვაფშე ადგილიდან. თურმე ეს ყოფილა ბეტონზე შეჩემა. ელოდებიან რომ აი წყალდიდობები რო არის ბედნიერები არიან თურმე. იმიტომ რომ ეხა ელოდებიან რომ დიღომში აიწიოს წყლის დონე, მიქამდე რომ ეს კრუიზი ატივტივდეს. და მე გაცურავენ გლდანსკენ აპირებენ გადმოსვლას. ხიდებთან ერთ-ერთი თურმე შეიძლება ისა რომ ხიდების ქვეშ ვერ გაძვრებიან და გლდანში უნდა აიწიოს ხიდებამდე წყლის დონემ რომ წვადი. ეს იმერეთში ვიყავი ქორწილში რა. არა, ჩემ წვადი ვჭამე. შენ ვაფშე დამავიწყა მთელი. ეს ხარი ცუდი მწვადი. ეს არის თეთრი მწვადი. ქათმის მწვადია? არა. არა? და უამრავი პილპილი აქვს დაყრილი. რის გამო იცი? რომ? გემო რო ხონდეს. რო გამოგაყევს. ეს ხა მწვადი არ არის, მაო რა. ეს არის წამე. კონინია? იგი, შენ გიყვარს უწათაგეთია. სად არის კონინი შეჩი? არ მიგემარა. ბიჭო, მაგას გემო. ბრინჯი ბ***ლო, ბრინჯი პილპილით. დათო, მოდი დათო. ვინც დაგიშალოს, შემნათავად იმის ასე მიქა, მოდი შენ ძმა მიირთვი რა. პიპეკა თეთრი როა ეგანახე რა. არაფერი გემო. ცუდად არის შეჩემა. ეგეთი რაღაც არ მინახე. გაუსაძლეს მდგომარეობაშია ხორცი. და ელპილის რაოდენობა ნა. აი, უნდა ბიჭო, მე გეუბნებით, მთავრობას მიმართ. მომეცით უფლება, სადმე დამარეგისტრეთ სასაქონლო რაღაცების შემოწმება, გიორგა. ხინკალში თქონდა ღორის გემო ვიდრე ამ. იმიტომ რომ იმის ცხიმი რაც იყო, ამაში უქნეს ხინკალში. მივალთ და ვიტყვით, აი ესა რაღაცა ნიტუ არის. შევამოწმებთ, არევარგება დავხურავთ. მოგვეცით უფლება რომ უბრალოდ შევამოწმოთ. აი, რამე უფლება მომეცით ვიღაცასთან ერთად. დაგვარეგისტრეთ, რომ
სამზარეულოს შესვლის უფლება გქონდეს და ნედლეული შევამოწმოთ რა არის მოსული. იმიტომ რომ ეს ეხა ამაში რომ 1 20 ლარი 25 ლარი ეღირება ეს თუ მეტი არა. 5 ნაჭერში რომ 25 ლარს იხდი, აი ეს მოაქვთ 23. თვითონ ნაჭერი გამოდის 3 ლარი, შეჩემ 4 ლარი. ამას არაჯობია რომ პერაშკი იყიდო. საუკეთესო მწვადის განაცემა ხო არ გინდათ. პროსტად გაცივდება, მაგრამ დავიკიდოთ, გემოზე მაინც ეთყობა ხოლმე. მივიდეთ? კაი, ადგილზე მივართ, ხო. ვა. სალფეტკი. რას მოყვა? თავად ეგზამენ მიხვდი ამასობაში. დიდ მადლობა ბეცონს იმისთვის რომ ამ პასიან კერძებს ყიდულობ და არ მოგწონს და არ ნერვიულობ. ამაზე რაში გადავიღეთ ეს პულიო? იმიტომ რომ უზრუნველყოფილი ვარ ყველაფერი და დიდი მადლობა მართლაც ბეცონს ამისთვის. დათუნია სათამაშო იყოს ბეცონი აუცილებლად ჩავეხუტებოდი. ეს არის თავარი კერძი, ნეკნები, ძირითადად თავარი კერძი არის ხოლმე ნეკნები, ჰა. მოიცა სალფეტკი რა მამაძა. 60 ლარი. კაი, 60 თქვი როგორ ფასი, აი, კაი. ვიცი ხა ეგრე ამოხომ. 60 ლარგის ეს საშეჩემა? 1 2 3 4 5 6 ნეკნი ღირს რამდენი? 10 ლარი გამოვიდა უკვე ერთი ნეკნი. 72 82 82 100 ბიჭო. შეხედე რატო 88 ლარი. წასობილი აქვს რაღაცა სოუსი. ბარბეკიუ სოუსი. ბარბეკიუ სოუსი. ბარბეკიუ სოუსი აქვს წასობილი და კიდე მოყობა და. ის აბა, ფრიც მოყვება. ნე, ფრი იყო იმენა ხრაშახურში გაუდეს. აბა, აი ეს ჩალბობილი იქნება შეჩემა. ხო, აბა წარმოიდგინე ხბოს რამდენი ნეკნიან 20, ხო? რამდენი ხბო უნდა დაკლარო? ძალიან უცნაური იქნება ეს ნესტაკონელია. ამ ხბოს დედა ხმოს 90-იანები აქ ნანახი იყო. ისეთი ხბოა. აი ნა. ხედრიონელი იყო. ფაბრო დამახვია შეჩემა. აღარა მაქვს ამდენი ყბების ენერგია მე რო ესა. მოდი აჩიკო. ახალ ნაჭერი აიღე და ხორცი არ შეჭამო ჯერ. დაიწყე იმის განჭამა. აი ამების ჭამა დაიწყე. აი ძალიან განაჭერა. აი ეგ ნაჭერი 12 ლარიანი ნაჭერი აჩიკო რა. აი ის გრის გემოსა გზნობ შენი აზრით აჩიკო. ბარბეკიუ სოუსი. მიდი დათო 88 ლარი შეჩემა. ეგ რო შეუკეთო და რომ მოვიდეს და ეგ რო შევჭამო აი რა. თევზის გემო რატო რაღაც მომის ამ. გეტყვი. არა, ცურვა იცოდა. არა, გაკინულია. არა, ამ შეიძლება თევზთან ერთად ჯომა. აი აქ შედა წამოვიდა შუაში. იმიტომ რომ ცურვა იცოდა ხბომ. კროსზე ცურავდა ხოლმე. 12 ლარიანი ნაჭერი არის შეჭამე ბოლომდე. გაყრობა დაიწყეს. ბიჭო, იმიტომ რომ ხაჭაპური ისეთი კერძია რომ ყველი თუ კარგი გაქვს, კაი გამოდის. ცეზარი ისეთია რომ ეს მაიონეზს რომ მოასხავ დედას გემო გამოაქვს შეჩება. ბიჭო 80 ლარი რატო ის ა? ხაჭაპური ზანდარი. ხო მიდი ჩამოეკიდე ხაჭაპურსა, ხო? ბიჭო, რაღაც პატარა არის, ნეკნიკი პატარა აქვს, მაგრამ მე მგონი რომ ისა კურდღელიც შეიძლება იყოს, შეჩება არ გამოურიც ხავ. ხბოს გემო არ არის. არა, ხოზე გემო არა აქვს, თორე ამ ხან ნეკნი რავი. ამას არაჯობია რომ ღორის ნეკნი გააკეთო კარგად, ჰა. არც ხბო რა, ჯესეთი რბილი უნდა ბიჭო, ხო, ეგ ანუ ხბო არის პატარა და უნდა ქონდეს რბილი ხორცი. არ არის რბილი ხორცი, იმიტომ რომ რაღაცა აქვს, გაყინვის დროს რაღაც შეცდომა დაშვებული რა. აი მე მგონი რომ პრობლემა ეს არის რომ აჩქარებული რო არის დრო, შეიძლება ეგრევე გამოღებული არის შეყრილი რა, ან ფრიტუინცაში, ან ამაში, ან ეგრევე შემწვარე. ამას და ჯერ უნდა მოხარშო მე თუ მკითხავ რა. ზოგადად აი ხორცი რომ მოხარშო და მე შეწვა ბევრად გემრიელია ხოლმე რა. 10-დან 7 ამ რესტორანს დიდი ბოდიში. აუ რა, ეხლა რაღაცებს ეხლა სპეციალურად ბოლოსთვის შემოვიტოვეთ ინფორმაცია, რომელიც ხოთ ერთ გულმა მაყურებელმა უნდა გაიგოს და ყურადღებით.
ინფორმაცია. მიწა. წყალი, ჰაერი. აქ არავინ ავატარის მოტყას არ აპირებს. ამიტომ მიწაზე რო გელაპარაკებოდით, ის მიწა ხო გამოილია. იმ მიწაზე, გვერდზე დაიწყო ახალი მიწების გაიდვა. თავის დროზე რო გეუბნოდით იყიდეთ, მეთქი ვინც არ იყიდეთ, $8 მიწები უკვე გახდა $15. მაგის გვერდით ზუსტად ეს მიწები რომ მორჩება, გზა ჩადის და გვერდზევე მიწის ნაკვეთებია. YouTube-ის სოფელი რაც შენდება, იმის აქეთა მხა YouTube-ის სოფელი, ქვედა YouTube-ის სოფელი და ზემო YouTube-ის სოფელი. გვერდზე YouTube-ის სოფელი და თავიდან გითხსოვთ $13. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, დავაკელით და 12 და 99 ცენტად. $12 და 99 ცენტი 1 კვადრატული. $12,999 უწევს. ის $1 მე არც უკანაჯიბეში ჩავიდებ ამას და არც ამ ჭირდება. თქვენ ისე მოახმარეთ, იქ დენი იქნება რაღაცა იქნება გასაკეთებელი. შესყიდვები დაიწყო. ვინც ახლა მოასწრებთ აქ ყიდვას, აქეთაც უცებ გაკეთდება GRG. ტელეფონის ნომერს დავწერთ დაბლა. ამ ხალხს დაურეკეთ და მახარასგან მიწის ნაკვეთიო და 12 და 99-ად მოგცემენ. სადაც ჩვენ ვიქნებით, ყველა თითქმის არ მინდა რომ ხა ისე გამოჩეს ცნობილი ადამიანები დავასახელო, შეიძლება ვიღაცა არ უნდადეს, მაგრამ მეზობლები გეყოლებათ ის ადამიანები, ვისაც ყოველდღიურად უყურებთ. და იქაც ჩვენ ვიყურებთ. წინაზე როგორც მოხდა რომ გიჟებივით მე რეკავდნენ და აღარ არის ადგილი. ეხლა ჩუმად ყვირილის გარეშე ახლობლების ინფორმაციის თქვენ რაც გეკუთვნით, ის იყიდეთ. ახლობლებს და ვიღაცებს არ უთხრათ, იმიტომ რომ სხვებს აღარ რჩება თხოვმერი ადგილი. მაყურებლებს და ძალიან გთხოვთ, თქვენ მოისმინეთ, გადაწყვეტთ გიმტყიდვათ, დარეკეთ იყიდეთ. გაჟღერებიდან 2 დღეში არც ერთი მიწის ფართობი აღარ იყო. წინაზე. ალბათ ეხა ყველა ყოფილა, იმიტომ რომ ის მიწის $8 მიწის ფართობები ეხა მე პირადად მომიწიათ $15 ხვეწნა რომ უკან მოეცათ 1000 კვადრატული. მაგრამ აჩიკო ნაბოზარი არაფერს გაყიდის. ადგილი ვისაც გაინტერესებთ, გაჩვენებთ ადგილს. მეგობრებო, თქვენ გონიათ ეხლა რომ მე დასასვენებლად მცხელა, მაგრამ მიწის ფართობზე მოვედი, ჩუმად რაც გელაპარაკეთ. და ეხლა გაჩვენებთ უფრო კარგად, წინაზე არ გვიჩვენებია, იმიტომ და ისე გაიყიდა და ეხლა უფრო კარგად გაჩვენებთ, ალბათ არ იქნება ეგეთ საჭირო. მაგრამ ის არის. ეს ჩვენი ოფისი აქ, გაყიდვების ოფისი გვაქვს აქ მოწყობილი. სადაც ამობრძანდებით და აქ ძალიან გავისაუბრებთ ხოლმე რა და როგორ იქნება. გაჩვენებთ იმაზე დრონის კადრებს, სადაც ნახავთ რა გაიყიდა და ეხა რა არის, ანუ დაახლოებით 30%-იანი ფასის ზრდა გვაქვს ეს წელიწადში, ძველ მიწებზე. თან GRG არ გაკეთებულა, მიმდინარეობს GRG-ს გაკეთება. აქაც იგივეა, 12 და 99-ად. ანუ იყო 13, ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ მე და აჩიკომ, რომ ეს 12 და 99-ზე ჩამოგვიყვანა. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, ფაქტიურად 1 ცენტი გადაირიცხა აჩიკოს დახმარების ფონდში. თორე ეს სპორტული აქტივობები მოითხოვს ფინანსებს, თან ეს ორივე მარჯვენა ფეხი აქვს და ორივე მარცხენა ხელი და ამას ჭირდება ყველაფერი. იქნება, შეუძლია აქ ამოვიდეს და აი ამ დაჯდე. აჩიკო ვიძახის ეს მარკეტინგულ ფრაზას, ვინც დაინტერესებული იქნება, თქვენ შეგიძლიათ ამოხვიდეთ და მაგიდასთან დაჯდეთ. ვერ ავდგები. იმიტომ რომ აი სუფთო ჰაერი, ვახში, სუფთო ჰაერი რეჟიშვება, ბიჭო. ეს არის ხედი რა და თუ გადაკეთე ზეიდანა შეჩემა. ის გელარეული ხო, მოდი ახლა, მოდი. მოდი ახლა, რუარიძის იქით რა, მოდი განახო. აი, თანმა ჩაიხედო. მე არა, შეჩემა გამორთე ეყლეობა ტილტი, აუ რა. თანა ხელი უნდა გამოშეს. აი ეს სამთლიანათა ხედია რა, ეს სუხედი არის რა და თო მოდი ახლა და თო. რუსეთის დედა ხედა. აქამდე ვერ მოვლენა. ხედა დააგდეს, მე მოვლენა. Это моё территорию, блядь, сука. აქ არის ხედი. აქედან ხელის გულზე იშლება მთელი საქართველო. ნუ ის მთები ეფარება, მაგრამ იმის იქითაც არის რა. აი, ადგილობრივს გავესაუბროთ. აჰა.
არა, უბრალოდ ძალიან ლამაზი. ძველი ჩემი აჭკო დაბედა ყვერებს ჩამოდეს ხოლმე და ისვენებს აი. ძველი ფართივანა, აი თვითონ ძველი ფართი, ძველი ტერიტორია. კიდე კაი ჯოხი. ჩანს ხო? აი, ჯოხი ძალიან აი გავაგზელებ. და აი ხა აქედან იწყება ახალი და ჩათვალე რომ ესე შემჯო ხო არ ახალ რა. და მოდი დავით ესე გადაიღე ჯო. აი ესე. აქ დასხდებით, დააკვირდებით. ანუ გაყიდვების ოფისი, ეს თვითონ აჭკო შენ ვერ ახაზავ. გაყიდვების ოფისი. აი ეს ალაგ ბიჭო, ძროხები არიან ჩემ ნაკვეთში სესული მაგის დედა შევიდა. ჰედო. ჰედო. აქ ბუნებრივი სასუქია. ესა ჩვენი მიწა მოსავლელი არის ახლა. გაზონა კასილკა არა მომიყვანია. ჯერა. აიქა ვცხოვრობ მე, რო იცოდეთ რა ჩემი სახლი სად არის. აიქა კუთხეში ყველაზე კარგი მაღალი რომელიც არის ტყესთან ახლოს ეგ არის ჩემი. სვენერიანი არ მომარ. არა. აქ ზუსტად გვერდზე ჰიტას ტერიტორია არის ხოთა შორის. ცოტა ქვევით არის ცნობილი სპორტსმენის ერთ-ერთი ის არ ვიტყვი, არ ვამბობთ ხო? არა. არ ვამბობთ. არა. აქ არის იაფარულავა და მასონებმა აიღეს შუაში. აი ეს იაფარულავა და მასონებმა იყიდეს შუაში რაღაცა ზედა არ გვინდა ქვევით ხრიან იქ აშენებენ რაღაცას, არ ვიცი. როგორ ბიონსე, რიანა აქ არიან და კენი ვესტმა აქეთ ვერ უყიდე მზეს ცოტა ხვდებიო და აქეთ ჩდილისკენ აიღო ცოტა. ტრამპსა არ უნდა და ვიცი. ტელეფონის ნომერი. დაბლა არის ტელეფონის ნომერი და თუ გინდა გახდე რიანას მეზობელი. რა ან ბევრ რეკლამას არ ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ წინაზე ეგრე ერთ თქმაში გაიყიდა ყველაფერი და კიდევ ერთხელ გავფრთხილებთ, ბევრს ნუყიდულობთ. იყიდეთ სათითაოდ, იმიტომ რომ ეს დასახლება არის იუთუბერების დასახლება, ესე ვიზახით, ქვემო იუთუბი არის, აქეთ თქვენ ახლა სადაც იყიდება, ეს არის ზემო იუთუბი. ესეთი რაღაცა რომ თითო ადამიანმა რომ აქ გააშენოთ და 7 გარემო შევქმნათ. ეხა არის სული სიჩუმე. აუ იმას რაღაცა შეუვარდაჩი. აუ რაღაცა აუ ბავშვობაში პეპლებს უდასდევდნენ ხოლმე, ხო ის? შენ გიტე ხო და ეგ არის რა სათაოთ იყიეთ და ნუ გადამყიდველები ნუყიდულობთ 10-ს ერთად. დაუტოვეთ ხალხს. ნუ მიშლით ნერვებსა. ეს ინფორმაცია იმიტომ ჩანსდა ვიდეოს ბოლოს, რომ წინაზეც ეგრე თავიდან ვთქვით, ეგრევე გიჟივით დაიტაცეს და გაიყიდო. ეხლა გვინდა რომ ნელა რუდუნებით გაიყიდოს, იმიტომ რომ ეს არ მოხდეს კიდე რომ ერთმა კაცმა 10 ჰექტარი იყიდოს რა. ამიტომ გულწრფელი მაყურებლები დარჩით, ნომერზე დარეკეთ, ადით ნახეთ ტერიტორია, სუთავში მე ვარ. აი სოფლის გიჟი სადაც უნდა იყოს და თავში მე ვარ, იმიტომ რომ უყურამთ რამეს ვინმე ხო არ აშავებს. წავედი. დაგემშვიდობებით ახლა მიწაზე. აი ხა მოფრინდება არცივი. არა, მანქანად რო გადავკეთდე. აი წავედი არა მანქანა.